პრიორიტეტული სფეროები, რეალობა და მოლოდინები, მოსაზრებები, შეფასებები, საინტერესო სტუმრები, 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემაში კონტაქტი. ინგა მებონიასთან ერთად. მოგესალმებით ძირფესო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა კონტაქტი, სტუდიაში ჟურნალისტი ინგა მებონია მუშაობს, სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძეა. დღევანდელი გადაცემა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს დაეთმობა, სადაც აქტიურ ფაზაშია 157 თეატრალური სეზონის პირველი პრემიერისთვის მზადება. 14 და 15 იანვარს თეატრის დიდ სცენაზე ნაჩვენები იქნება დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირი. აღსანიშნავია, რომ 14 იანვარი ქართული თეატრის აღდგენის დღეა. თუმცა იანვრის საპრემიერო ჩვენებები გაგრძელდება და 28-29 იანვარს ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება ალექსი ჩიღვინაძის დრამის უხერხემლო პრემიერა. წინა საპრემიერო განწყობაზე და მოლოდინებზე რამდენიმე წამში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ეთერშია გადაცემა კონტაქტის სტუდიის სტუმრები არიან კოტე მშავია, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი, ანანო დორლიძე, საპრემიერო სპექტაკლის დარისპანის გასაჭირი მხატვარი და გაგა გოშაძე, საპრემიერო სპექტაკლის უხერხემლო რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი. მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვინაიდან დღეს 2026 წლის პირველი გადაცემაა, მინდა მოგილოცოთ. ახალი წელი გისურვოთ წარმატებები, როგორც შემოქმედებით საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში და წარმატებები უნდა უსურვო ბათუმის დრამატული თეატრის დას და უსურვო რაც შეიძლება მეტი და მეტი ერთგული მაყურებელი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო კოტე, რა თქმა უნდა, საუბარი უნდა დავიწყოთ იმ სამზადისით, რა სამზადისიც აქტიურ ფაზაშია და აგერ სულ 2 დღეში პრემიერა ელოდება ბათუმელებს და არა მხოლოდ ბათუმელებს. როგორც უკვე აღნიშნე, დარისპანის გასაჭირი. ეს არის დავით კლდიაშვილის კლასიკა, რომელიც არაერთხელ დაიდგა საქართველოს ქართულ თეატრალურ სივრცეში, ფაქტობრივად მე მგონი არ დარჩენილა თეატრი, სადაც არ განხორციელებულა ეს ნაწარმოები, მაგრამ საინტერესო არჩევანი რატომ შეარჩიეთ? რატომ 157 თეატრალური სეზონის პირველი პრემიერა არის სწორედ ეს ნაწარმოები? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს, გილოცავთ ახალ წელს, მშობა კალანდას და წინასწარ მოგილოცავთ ქართული თეატრის აღდგენის დღესაც. როცა მოხდა ისე, რომ მოვედი ბათუმის თეატრში ხელმძღვანელად, ეს იყო 6 ნოემბერი თუ სწორად მახსოვს, პირველი მიზანი იყო ჩემთვის, რომ 14 იანვარს ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის დღეს გაგვეხსნა სეზონი, რამე თუ ბათუმის თეატრს სეზონი არ ქონდა გახსნილი. ავწუხაროდ და რაღაცნაირად ეს მიზანი მქონდა ჩაფიქრებული. მე რაღაცა გარემოებმა ისე იმოქმედა, რომ ვერ გამოდიოდა 14 იანვარს სპექტაკლის ჩვენება და საპრემიერო ჩვენებით გახსნა და უცებ ბატონმა გიორგი კაშიამ, ამ ნიჭიერმა კაცმა და მის ნიჭიერებაში სულ აგერ რამოდენიმე დღეში ბათუმის მაყურებელი და არა მარტო ბათუმის მაყურებელი დარწმუნდება, ძალიან უცებ, ძალიან სპონტანურად არ ვიცი რატომ, არ ვიცი საიდან, მაგრამ შევთანხმდით, რომ კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირით გაგვეხსნა სეზონი, თქვენ აღნიშნეთ, ეს არის კლასიკა და მარადიული თემა და ის აქცენტები, რომელიც თავის დროზე და ახლობით საუკუნის წინ დაისვა ამ პიესაში, დღესაც სხვადასხვა ფორმით ძალიან აქტუალური და ძალიან მძაფრად ჩანს ჩვენ საზოგადოებაში. ეს ბატონმა გიორგიმ თავისი ნიჭიერებით ამაში კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დავრწმუნდებით და ეს უნდა ნახოს ბათუმელმა მაყურებელმა, ძალიან თანამედროვე სახით წარმოგვიდგინა, თანამედროვე აქცენტები აქვს დასმული და რა ვიცი, უნდა მოვრძანდეთ და უნდა ნახოთ სპექტაკლი, მოკლედ რომ თქვენ თვითონ შეაფასოთ ეს ყველაფერი. ბატონო კოტე, ეს იქნება ერთგვარი ინტერპრეტაცია, ალბათ როგორც თქვენი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი. აი, ერთი არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს არ იქნება კლასიკური დარისპანის გასაჭირი. მოქმედება ხდება ფეხსაცმლის მაღაზიაში. მთელი მოქმედება.
ხო და დანარჩენი უნდა ვნახოთ ადგილს. მეტის უფლება არ მაქვს სამწუხაროდ. გასაგებია. რა შეეხება მსახიობებს? დიახ. ვინ მონაწილეობს აღნიშნულ სპექტაკლში? რა კრიტერიუმით მოხდა მსახიობების შერჩევა? აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ არისპანის გასაჭირზე ვსაუბრობთ, მაგრამ უკვე ვთქვით, რომ უხერხემლო არის სპექტაკლი, რომლის პრემიერაზე იანვრის ბოლოს გაიმართება, კიდევ თებერვლის დასაწყისში არის სპექტაკლის პრემიერა და თებერვლის ბოლოსაც და ასე გრძელდება. და უკვე ვიცით მარტში და აპრილში. და აქედან გამომდინარე, აი ამ სამმა სპექტაკლმა, რომელიც უკვე დაანონსებულია რეალურად, გვიჩვენა, რომ ფაქტობრივად მთელი დასი არის დაკავებული სპექტაკლში. და როგორ მოხდა მათი გადანაწილება? ეს ვიზე იყო დამოკიდებული ვის არჩევანზე და აქვე ისიც მინდა რომ აღვნიშნოთ, რომ დარისპანის გასაჭირში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად სტუდენტებიც, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ და ამასაც აქვს ალბათ თავისი გარკვეული მიზანი. რა თქმა უნდა. ჩემი პრინციპული მიდგომა არის მოკლედ, რომ არც ერთი სპექტაკლის განაწილებაში მე არ ჩავერევი არასოდეს. ეს არის ჩემი პრინციპული მიდგომა. რეჟისორი თავად წყვეტს ამას თავისი შეხედულებისამებრ და მიზანია კიდე ის, რომ მთელი დასი იყოს დაკავებული. ეს არის ჩემი მიზანი, იმიტომ რომ მსახიობისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი. და მაქსიმალურად შევეცდებით და ყველაფერი მინდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი თეატრის ყველა მსახიობი, ჩვენი თეატრის დასის წევრი მაქსიმალურად იყოს ჩართული რეპერტუარში. ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. რაც შეეხება იმ ბავშვებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ეხლა მონაწილეობენ. ჯერედ მინდა აღვნიშნო, რომ უნიჭიერესი ბავშვები არიან. ძალიან. და თეატრს ყოველთვის ჭირდება ახალი სისხლი. ყოველთვის ჭირდება განახლება, ეს აუცილებელია და ჩვენ გარკვეულწილად რაღაცნაირად შეიძლება ცუდი ნათქვამი იყოს, ან არ იყოს, დაკვირვების თვალითაც ვაკვირდებით, რომ გვინდა რომ ხვალ ზეგ ეს ბავშვები ჩვენი თეატრის ნაწილი გახდნენ და მე მინდა მათ წარმატებები უსურვო და მე მინდა ყველა მსახიობს, რომელიც დაკავებულია ეხლა და რომელიც ხვალ და ზეგ დაკავდება სხვადასხვა სპექტაკლებში, წარმატებები უსურვო ჩვენს თეატრთან ერთად და მთლიან ჩვენს თეატრს მინდა წარმატება, იმიტომ რომ ყველა რგოლი ჩართულია დღეს ეხლა ესეთი რაღაც ხდება თეატრში, რომ აბსოლუტურად ყველა რგოლი თავდაუზოგავად შრომობს დილიდან საღამომდე და დამლაგებლიდან დაწყებული. ყველა რგოლს აბსოლუტურად მინდა უღრმესი მადლობა უთხრა ამ თავდაუზოგავი შრომისთვის და ჩვენ მზათავართო ღირსეულად გავაღოთ 14 იანვარს ბათუმის დრამატული თეატრის გარი და ყველას მადლობა მინდა უთხრა, ჩემი მეგობრები არიან აქ, პირადად მინდა ბატონ გაგასაც მადლობა უთხრა, ჩემს ანანოს მინდა მადლობა უთხრა, რომ ჩვენ ერთ დიდ საქმეს ვაკეთებთ და იმედია, რომ ღმერთი ხელს მოგვიმართავს და გამოგვივა. თქვენ ახსენეთ, რომ მსახიობების შერჩევაში არ მონაწილეობთ, მაგრამ რაც შეეხება თეატრის რეპერტუარს. აქ ვინ არის, ვისი სიტყვა არის გადამწყვეტი? რა არის იცით, აქაც ცოტა ჩვენს თეატრში არის სამხატვრო საბჭო ეგრეთ წოდებული. 9 ადამიანისგან შემდგარი. ამ შემთხვევაში ვიკრიბებით ეს 9 ადამიანი, იქ არის უამრავი მასალა, სხვადასხვა რეჟისორების ჩამონათვალი და ფარული კენჭისყრით ეძლევა დემოკრატიული წესით ეძლევა ამა თუ რეჟისორს და ამა თუ იმ პიესას ყალი, რომელიც უფრო მეტი ხმა ექნება, მე იმაზე გავდივართ მსჯელობას და მიდის მოლაპარაკებები ხოლმე. ამ შემთხვევაში წლის ბოლომდე ფაქტიურად ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. მაგრამ თქვენი როგორც თეატრის დირექტორის მოსაზრებით და არა მხოლოდ თეატრის დირექტორით, როგორც იცით, თქვენც რეჟისორი ბრძანდებით და მსახიობიც, აქედან გამომდინარე, მაინც რას თვლით მიზანშეწონილად, მხოლოდ კლასიკაზე უნდა იყოს თეატრი ორიენტირებული თუ თანამედროვე ავტორების თანამედროვე პრობლემებიც უნდა იყოს თეატრის სცენაზე წარმოჩენილი. მე ვფიქრობ, რომ თეატრის სცენა თავისუფალი უნდა იყოს. და რაღაცა არ მინდა რომ კონკრეტული მიმართულება კონდეს. მე მინდა რომ ნებისმიერ საინტერესო პროექტს და საინტერესო შემოთავაზებას გავუღო კარგი და რაიმე შეზღუდვა არ კონდეს, იმიტომ რომ ეს ფიცარნაგი ისეთი საოცარი სივრცეა, აქ ყველაფრის თქმა შეიძლება კულტურულად. და არ მინდა რომ რაღაცა კონკრეტული ჩარჩო ან კლასიკა იყოს, ან კომედია იყოს, არ მინდა რომ რამე კონკრეტული ჩარჩო კონდეს. მაქსიმალურად ვეცდები, ამიტომ მინდა რომ სულ სხვადასხვა რეჟისორებმა იმუშაოს, სხვადასხვა რეჟისორებმა სხვადასხვა პროექტები, ეს მსახიობისთვისაც საინტერესო იქნება. თეატრისთვისაც და მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება და ნახოთ რა გამოგვივა. ანანო, თქვენ ხართ დარისპანის გასაჭირის მხატვარი.
სპექტაკლის წარმატება ძალიან ბევრი ადამიანის შრომაზე არის დამოკიდებული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ფიქრობ ბატონი კოტე დამეხმარება, რომ არის თეატრალური მხატვარი. სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეძლებს ამა თუ იმ ეპოქის გაცოცხლება სცენაზე. თქვენთვის რამდენად საინტერესო იყო თავად სპექტაკლის რეჟისორთან მუშაობა და თქვენი მოსაზრებები იყო თუ არა ხშირად თანხმედრაში? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს. რაც შეეხება მუშაობის პროცესს, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო. რეჟისორ გიორგი კაშიასთან ეს ჩემი უკვე მეხუთე ნამუშევარი იქნება და ვფიქრობ უკვე ისე შევთამაშდით, ასე ვთქვათ, რომ აი როგორც სიტყვენ უსიტყვოთ, რომ მუშაობთ, აი უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ ძალიან მარტივად გამოვხდის მოკლედ ერთად მუშაობა. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ იხილავს აი ძალიან უჩვეულო სპექტაკლს, ისეთი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისეც, რომელიც ჯერ აქამდე არ უნახავს. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩემი პირველი სპექტაკლი ბათუმის დრამატულ თეატრში და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ კოტეს მთლიანად გუნდს ბათუმის თეატრის, იმიტომ რომ ისეთი ორგანიზებული მუშაობა პროცესი მიდიოდა და მიდის დღემდე, რომ ეხლა წარმოიდგინეთ მე რომ აქ ვარ სტუდიაში, აი წინა საპრემიერო საგიჟეთი, როგორც ვიტყვით, ხო? ანუ იმ მსმენელისთვის გასაგები იქნება, ვინც ჩახედულია, ვთქვათ, შიდა სამზარეულოში. ანუ ამ ეტაპისთვის უკვე ყველაფერი იმდენად მზად არის, რომ ჩათვალეთ, რომ დრო არის, რომ მე აი თუნდაც თქვენთან ვიყო. და დიდი მადლობა აი ესეთი დახვედრისთვის თეატრს. მაინც რა ხერხების გამოყენება დაგჭირდათ როგორც მხატვარს იმისთვის რომ გააცოცხლოთ ის რეალობა, რა რეალობაც იყო საუკუნისწინათ, ოღონდ თანამედროვე ინტერპრეტაციით. აი ცოტა გაგვიმხილა საიდუმლო ბატონმა კოტემ თქვა რომ ეს არ იქნებაო ის კლასიკური ნაწარმოები, რაც კლდიაშვილმა თავის დროზე შექმნა და აქ მოვლენა უკვე სხვა დროს ხდება, სხვა გარემოში ხდება და ცხადია უკვე სხვა ვიზუალურ მხარეებს მოითხოვს ეს ყველაფერი. დიახ, ნაწარმოები იმდენად თანამედროვეა, რომ აი საერთოდ არ გიქმნით იმის აღქმას, რომ იმან და მაინც რომელიმე ეპოქას უნდა მივასადაგოთ. აი მოქმედება აი ბატონმა კოტემ როგორც აღნიშნა, ხდება ფეხსაცმლის მაღაზიაში და აი როგორ ვთქვა, იმდენად საინტერესოდ არის აი თითქოს მაყურებელს არც უჩნდება იმაზე კითხვა, რომ სხვანაირად დაიწერა, ანუ დრამატურგმა რა იგულისხმა, სხვაგან ქონდა გადაწყვეტილი, იმდენად ორგანული, ანუ ჩემი აზრით რა თქმა უნდა და მაყურებელი ამას თავად შეაფასებს. ახლა საოცრად იმუშავა ხალხმა გუშინ გადმოხედეს მოდან 1-10 წუთი ბიჭი და ამაზე იყო ეს ყველაფერი. და ბატონო კოტე, მაინც ისე ამ სპექტაკლზე რო განვაგრძო და შემდეგ უკვე ბატონ გაგასთან გადავინაცვლებ, რა არის ამ სპექტაკლის მთავარი გზავნილი? რაზე უნდა დააფიქროს საზოგადოება, ან რა უნდა აჩვენოს საზოგადოებას? კარგი იქნებოდა ბატონ რეჟისორი ყოფილიყო ახლა ჩვენ. დიახ, სამწუხაროდ დღეს დატვირთულია საკმაოდ და აქედან გამომდინარე. პრაგონი აქ და ეპატიება ნამდვილად. დიახ. თავარი სათქმელი დარისპანის გასაჭირის, რომელიც მარადიულად რა არის იცით, იმდენი სათქმელია ამ სპექტაკლში მე პრაგონს უყურე გუშინ, იმიტომ თვითონ კლასიკურ ნაწარმოებში თუ სწორად მახსოვს 6 პერსონაჟია. დიახ. აქ 12 მსახიობს იხილავს მაყურებელი. და თავარი სათქმელი ის არის, რომ ჩვენ ადამიანებმა უფრო მეტი გულის ყურით უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს და ერთმანეთის გამოყენების და რაღაცა სარგებელის მიზნით ერთმანეთისთვის არ უნდა ვიცხოვროთ, პირიქით ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ და რა ვიცი, ნახოთ რა გამოვა. კარგი იქნება თუ ამას მოახერხეთ ცხოვრებაში, რომ ერთმანეთის სარგებელის გულისთვის არ ვიმეგობროთ ერთმანეთთან და სარგებლის გულისთვის არ ვიცხოვროთ ერთმანეთთან პირიქით. თუ შეძლებ თუ სიყვარულით ვიცხოვროთ, ამას რაჯობია და მე მგონი ეს სათქმელი აქვს ბატონ გიორგის იქ. ღმერთი უნდა შემოუშვათ სახლში. გასაგებია და გადავინაცვლოთ ბატონ გაგა გოშაძესთან, როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ 28-29 იანვარს ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება ალექსი ჩილღინაძის უხერხემლო
საპრემიერო ჩვენება. ეს არის დრამა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უფრო თანამედროვე რეალობაზე არის მორგებული და იმაზე არის გათვლილი თუ რამდენად იქნება საზოგადოების ცნობიერება, რამდენად არის უпростоრად საზოგადოების ცნობიერება მზად იმისთვის მიიღოს ის რეალობა, რა რეალობაც დღეს გვაქვს. ბატონო გაგა, ვიდრე სპექტაკლის მსახიობებზე, მიზანზე და ასე შემდეგ ვისაუბრებდეთ, საინტერესოა თქვენ თავად, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება გემუშავათ ასეთ სპექტაკლზე. ანუ საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი თემებისადმი არის არაერთგვაროვანი. მე მგონია რომ აქ თემაზე უფრო წინ აქ ტრაგედიაზეა საუბარი, რაც ამ ყველაფერს მოსდევს. აქ ერთგვარ სტიგმაზეა საუბარი. ამ თემაზე იქნება, სხვა თემაზე იქნება საზოგადოების მიუღებლობაზე, ზოგადად საზოგადოების მიუღებლობაზე მგონია რომ ამას ვაკეთებ. მგონია კი არა, მე ამას ვაკეთებ, მგონია რომ ეს ასეც არის და რაც შეეხება თემას, ნუ არის ეს ჩვენს რეალობაში ეს თემა, ვერსად ვერ გავექცევით, თვალებს დავხუჭავთ, თუ არ დავხუჭავთ ეს დგას და ძალიან აქტუალურია მე მგონი დღეს. და სწორედ ამიტომ გითხარით, რომ საზოგადოების დამოკიდებულება არის არაერთგვაროვანი. ვიღაცას მიმღებლობა აქვს ამ თემის, ვიღაცა ნეგატიურად არის განწყობილი და თქვენ როდესაც იწყებდით ფიქრს იმაზე, რომ უნდა გემუშავათ აი ამ სპექტაკლზე. იმაზეც თუ გიფიქრიათ, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება, მაყურებელი ამ შემთხვევაში. მართალი გითხრათ, არ მიიღელვია მაგ თემაზე, იმიტომ რომ ახლა ვინმე თუ წინასწარ დაიწყებს, არ ვიცი, მაგრამ არ ვდგავ ისეთ სპექტაკლს, რომ იქ რამეზე მერე სალაპარაკო იყოს. საერთოდ იდეა როგორ გაგეჩნდათ? ძალიან მომეწონა, სანამ პიესას გავეცნობოდი, მოყოლით ვიცოდი, რომ ესეთი სპექტაკლი დაიდგა, სპექტაკლი არ მინახავს სამწუხაროდ არც ერთი რაც დაიდგა. ვიცოდი და უცებ რომ პატარა სცენისთვის რომ დავიწყე ფიქრი რა შეიძლება, გამახსენდა რომ ეს კარგი პიესა არსებობს და დაუკავშირდი შემდეგ ავტორს. და თუმცა როგორც წავიკითხე ლიტერატურულ წყაროებში, პიესა საკმაოდ მოთხოვნადია. სამი დადგმა არსებობს. თუმანიშვილის თეატრში არსებობს, ილიაუნის თეატრში არსებობს, ზუგდიდშიც იდგა როგორც ვიცი. დიახ. უკვე 4. მე-4 იდგა, ხო, არსებობს ჩვენი პროცესია. მაგრამ ვფიქრობ თქვენი როგორც რეჟისორის მიზანი არის განსხვავებული იყოს იმისგან, რაც უკვე დაიდგა და აქ რა შესთავაზებთ ამჯერად? იმიტომ რომ ბათუმის თეატრი მინახავს თქო ეს წინა ვერსიები, ნუ და ალბათ იქნება განსხვავებული ხო. როგორ შეიძლება მე და ვანიკომ ერთნაირად ვიფიქროთ სცენის გადაწყვეტა ხო, მაგრამ თავისთავად იქნება განსხვავებული. რა იქნება, მაგი მაყურებელმა ნახოს ხო რაღაც ხო არ მოყვებით სპექტაკლი. კარგით, მაშინ მსახიობებზეც გითხარით. მსახიობები ან მონაწილეობის შემადგენლობა, რა ვიცი, ტიტე კომახიძე, მაიკო ცეცხლაძე, კახა კობალაძე, თოთი ბარამიძე, თორნიკე და მარიამ გველესიანი, ესეც სტუდენტი, ესეც ახალგაზრდა. ეხლა ამთავრებს მარიამი, ზაი როგორც ორი გოგონა იქით არიან დაკავებული. და არის სპანის გასაწერში სალომე და მარიამ და აქაც მესამე არის კიდე დაკავებული სტუდენტი. თქვენ რამდენიმე დადგმა განახორციელეთ უკვე ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. მსახიობებთან ცხადია რამდენიმე წლიანი ურთიერთობა გაქვთ და აქედან გამომდინარე რა იყო ის მთავარი კრიტერიუმი, რამაც განაპირობა კონკრეტულად ამ სპექტაკლში მათი მონაწილეობა? ალბათ როგორც სხვა სპექტაკლებში განაწილებას ახლა ბათუმის თეატრი მართლა ისეთი ახლობელია ჩემთვის, რომ ნებისმიერ პიესას რო ვკითხულობ, ბათუმის თეატრში ვანაწილებ როლებს გონებაში, ასე ვთქვათ. რომ შენთვის რაღაც კითხვის. ახლა ყველაზე მეტად ვინც დავინახე რომელ როლში და თან მათი აბსოლუტურად ჩემი ნდობა, რომ ზუსტად ვიცი რისი გამკეთებლები არიან რა ხარისხში და მე მგონია რომ რაღაც არც ერთი არაფერს არ მოაკლებს გრამით იმას, რაც უნდა გააკეთონ. რა ეტაპზეა ამჟამად მუშაობა სპექტაკლზე? რაღაც შავი მონახაზი გვაქვს თითქმის, ასე ვთქვათ, თითქმის ისიც და ნენელა ახლა. ჯერ კიდევ 28 იანვრამდე არის დრო და აქედან გამომდინარე დიახ. რამდენიც არ უნდა ემუშაოს ზოგადად სპექტაკლზე, ბოლო ორ კვირაში იდგება მაინც. დიახ, 28 იანვრამდე ჯერ კიდევ არის მეტი დრო და ალბათ კვირაში იდგება ხოლმე სპექტაკლი მაინც.
ბატონო კოტე, რა მოლოდინები გაქვთ ახლა ყველა სპექტაკლთან მიმართებაში? ფიქრობთ რომ ყველა ერთნაირი ანშლაგით ჩაივლის თუ? მე იმედი მაქვს რომ ყველა ერთნაირი ანშლაგით ჩაივლის. ზოგადად სპექტაკლის ისეთი მშობიარი ქალს გავს ზოგადად. იქ რა გაჩნდება დაბადებულმა კაცმა არ იცის, მაგრამ მოლოდინი მართლა ძალიან დიდი გვაქვს აიმისოთ რომ იმიტომ რომ ეხლა აი ამ ეტაპისთვის კონკრეტულად იმხელა მუხტი, იმხელა ენერგია, იმხელა მონდომება, იმხელა სიყვარულია. აი ამ ყველაფრის მიმართ რაც ხდება, სხვანაირი უფლება ეხლა არ არის რომ ანშლაგით არ ჩაიაროს. და მე დარწმუნებული ვარ რომ იმ მაყურებელსაც შემოვიყვანთ თეატრში, რომელსაც ან მივიწყებული ქონდა, ან ჯერ კიდევ არ მოსულა. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოთ, რომ უფრო რაღაცნაირად უფრო სახიერი გახდეს თეატრი, ბევრი კარგი სპექტაკლით, მეტი არაფრით. და რაც შეეხება თეატრის პოპულარიზაციას, თქვენც აღნიშნეთ, რომ ახალი მაყურებელი სჭირდება თეატრს და ცხადია, ცოცხალი ორგანიზმია თეატრი, ვითარდება, იზრდება, თაობათაც სვლა ხდება, ისევე როგორც დაში და ამ პოპულარიზაციის მიზნით რა შეიძლება რომ გაკეთდეს კიდევ? გარდა იმისა, რომ აანონსებთ, აი სოციალური ქსელები ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ დაანონსდეს ახალი სპექტაკლები, ახალი ნაწარმოებები, მაგრამ კიდევ თუ არის სხვა მეთოდები ან ხერხები, რითაც შეიძლება დავაინტერესოთ მაყურებელი და განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდა თაობაზე რო გაკეთდეს აქცენტი. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეს სპექტაკლები რაც არის ჩაშებული, ახალი თაობა, თინეიჯერული თაობა, როგორც იტყვიან ხოლმე, მე მგონი ამ სპექტაკლებმა უნდა შემოიყვანოს თეატრში. აი ეხლა კიდე მესამე პრემიერას, რომელიც 9 თებერვალს იქნება, იგივე დარისპანი, იგივე ბატონი გაგას სპექტაკლი. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაინტერესებს მოზარდ თაობას, თინეიჯერულ თაობას. ეხლა ორი უცხოელი რეჟისორი ჩამოყავს, საკმაოდ ისეთი სახელიანი რეჟისორები და ოღონდ ჯერ არა გვაქვს მიღწეული შეთანხმება და ცოტა უხერხული იქნება სახელი და გვარების ღაჟღერება, ამას ჩვენ უახლოეს მომავალში გავიგებთ. ესეც გარკვეულწილად იმოქმედებს. ჩაფიქრებული მაქვს და თითქმის მიღწეულია შეთანხმება, რომ საახალწლოდ ალბათ ერთ ლამაზ ზღაპარს შევთავაზებთ წლის ბოლოს თაობას და რა არის იცით, ალბათ თუ გამოგვივიდა ის კარგი ფერადი ზღაპარი თუ გამოგვივიდა და ბავშვი თუ დავაინტერესეთ, იმას გავზდით და ნელ-ნელა ის აქტუარი იქნება, სხვაგან იქნება კარგი თეატრის მაყურებელი. რაც ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ ყველა მხარეს, რომ თეატრს მაყურებელი არ მოაკლდეს, მაგრამ პირველ რიგში რაც არის ამისთვის საჭირო, ეს არის კარგი სპექტაკლი. თეატრს ცხადია, კარგი რეპერტუარის გარდა ადამიანური რესურსი სჭირდება და სჭირდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც. აი ამ კუთხით რა რეალობა გაქვთ? ადამიანებს ვიცით, რომ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე თეატრია და ის მსახიობები, რომლებიც დღეს თეატრის დასს წარმოადგენენ, ძალიან წარმატებულები არიან და ძალიან ნიჭიერები. გეთანხმებით აბსოლუტურად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც თეატრს საკმაოდ აქვს საიმისოდ, რომ ნებისმიერი გამოწვევას გაუმკლავდეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა, უპრეცედენტო მხარდაჭერა, ესეც ძალიან დიდი მადლობა მათ. მთავრობის მხარდაჭერა ამის გარეშე წარმოუდგენელია. და საიმისოდ, რა ვიცი, ფესტივალი გვინდა გავაკეთოთ 2027 წლისათვის მიდის ამაზე მოლაპარაკება, საერთაშორისო ფესტივალი. და ალბათ მივაღწევთ ამასაც. ესეც ერთგვარად იქნება რაღაცა ახმაურება საიმისოდ, რომ თეატრმა კიდევ უფრო ახმაურდეს და მაყურებელი მოიზიდოს. და ამისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შემოქმედებითი მხარეც ყველაფრისთვის მზად არის ბათუმის მიერ. ბათუმის თეატრი არის ის თეატრი, რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის და ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით. ამისთვის კი ჩვენ თავს არ დავზოგავთ, მოკლედ და არ ვზოგავთ. მაგრამ სხვა რეგიონებში ბათუმის თეატრის პოპულარიზაციისთვის ან მის საზღვრებს გარეთ რა შეიძლება გაკეთდეს? ესეც ხომ არის ერთგვარი мотиваცია იმისა, რომ უფრო მეტი შემოქმედებითი ცხოვრებით და აქტიური ცხოვრებით იცოცხლოს თეატრმა. აუცილებელია. მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ მოვივლით საქართველოს ყველა კუთხეს, სადაც კი შეიძლება მიგვიწვდება, ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის.
ვიგეგმება გასტროლები საზღვარგარეთ ძალიან საინტერესო ფესტივალებზე. ოღონდ ჯერ ამაზე ცოტა რთულია საუბარი, აი სპექტაკლები რომ მექნება კარგი სპექტაკლები, მე უკვე მარტივად ვისაუბრებ ამაზე და კი, გეგმაში არის და ეს აუცილებელია თეატრისთვის. გავალთ საზღვრებს გარეთაც გავალთ და მთელ საქართველოსაც მოვივლით. და ბოლოს ჩვენთანაც მოვიყვანთ მთელ საქართველოსაც რა აუცილებლად. თქმა უნდა, იმიტომ რომ თეატრის კარი ღია, როგორც ვიცი, ყველასთვის და მით უმეტეს სხვა რეგიონის, სხვა ქალაქების თეატრალური დასებისთვის და ადგილობრივი მაყურებლისთვისაც იქნება ძალიან საინტერესო და ერთგვარი პარალელების გავლება იმისა, თუ რამდენად აქტიურია ბათუმის დრამატული თეატრი. და ბოლოს ბატონ გაგას მინდა ვკითხო, თქვენ აღნიშნეთ და ჩვენც ვიცით, რომ უკვე წლებია თანამშრომლობთ ბათუმის დრამატულ თეატრთან და საუბარში ხაზზე გავუსვით იმას, როდესაც რომელიმე პიესას ვკითხულობ, მაშინათვე ბათუმის დრამატულ თეატრს წარმოვიდგენ. აი, ახლა ამ ეტაპზე უკვე ფაქტობრივად უკვე ფინალთან ხართ მისული. აი, მალე იქნება პრემიერა. ამ სპექტაკლის. უხერხემლო. შემდგომზე უკვე ფიქრობთ წინასწარ თუ ჯერ არ ხართ ამისთვის მზად? ჯერ არ ვფიქრობ, ჯერ არ მაქვს ისეთი. სტუდენტებთან ახლა რო ახსენებთ სტუდენტები რო თამაშობენ თეატრში ვინც არიან დაკავებული, მათთან კიდე მუშაობ ეს ბოლო წელი ისე მოხდა რომ ხელოვნების მე უნივერსიტეტში მომიწია მუშაობა სადიპლომოზე და შემდეგ მაგ რომ მათთან ერთად უნდა გავაგრძელო მუშაობა რომ სადიპლომო მაისისთვის უნდა გქონდეს მზად და იქაც ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს და ძალიან დიდი იმედებით ველოდები რომ რაღაც საინტერესო უნდა გავაკეთოთ. რამდენად ნიჭიერი თაობა მოდის ბატონო გაგა და რამდენად გაცნობიერებულად ირჩევენ ამ გზას, რასაც თეატრისკენ მიმავალი გზა ქვია. აი თუ ჩემი ჯგუფი ახლა მე ვინც შემხვდა და ვინც მარგუნა ბედმა ჩემდა გასაოცრად მართლა არიან ყველანი არიან განსაკუთრებულად კარგი ბავშვები და სამწუხარო რეალობა ის არის რომ როგორც ხმები მომდის ეს არ არის ყველგან ისე იდეალურად როგორც მე გავემართლა ამ შემთხვევაში და რა გითხრათ აბა ვინც მოდის ვინც კარგია ნამდვილად კარგია და ნამდვილად გაცნობიერებულად არის და ნამდვილად საერთოდ სხვანაირად აზროვნებენ სხვანაირად მართლები არიან სხვანაირად გააჩნიათ ემპათიის გრძნობა აქვს კიდე სხვანაირი რა ვიცი მე კარგები ვხვდებიან გარშემო და ამიტომ მხოლოდ კარგი შემილია ვისაუბრებ თაობაზე რაც მოდის კარგები არიან ყველა მე ვისაც ვხვდები ძალიან კარგები არიან ყველა მე ვისაც ვხვდები სულ მაგაზე მაქვს დავა როგორც კი მესმის რომ აი არის ეს ეგეთი ნარატივი რომ აი რა თაობა მოდის და მან შევდივარ მომენტალურად კონფლიქტში იმიტომ რომ მე ვინც ხვდებიან კარგი ხვდებიან ეთყობა მათ ხვდებიან ის თუდები არ ვიცი და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ სწორედ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ხდება იმ ახალი კადრების აღზრდა რომლებიც შესაძლოა მომავალში უკვე დასის წევრები გახდნენ სახელგანთქმული დრამატული თეატრის სადაც არაერთი ცნობილი ხელოვანი მოღვაწეობდა და მათი სახელები მიუხედავად იმისა რომ ისინი დღეს უკვე აღარ არიან მაინც შემორჩა მაყურებლის მეხსიერებას მათ მიერ შესრულებული როლებით როგორც მოვისმინეთ, საკმაოდ პოზიტიურად ხართ განწყობილი და დიდი მოლოდინები გაქვთ 2026 წელთან მიმართებაში. მე მინდა წარმატებული პრემიერები გისურვოთ, მოლოდინების გამართლება და დას ვსურვო რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სპექტაკლი და მეტი პოპულარიზაცია ბათუმის დრამატული თეატრის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის ფარგლებს გარეთაც. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ ბედნიერი წელი ქონოდეთ. უღრმესი მადლობა თქვენც ასევე და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი 157 თეატრალური სეზონის გახსნისთვის ემზადება. პირველი სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 14-15 იანვარს გაიმართება. და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებს დარისპანის გასაჭერს ეხელავს მაყურებელი, თუმცა 28 და 29 იანვარს ისევ პრემიერა ელოდება ბათუმელებსა და არა მხოლოდ ბათუმელებს, უკვე ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება ალექსეი ჩეღვინაძის დრამის უხერხემლო პრემიერა დღევანდელ გადაცემაში წინასაპრემიერო განწყობაზე და 2026
2026 წელთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ვისაუბრეთ. კონტაქტის სტუდიის სტუმრები იყვნენ კოტე მჟალია, ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი ანა ნოდორლიძე, საპრემიერო სპექტაკლის დარისპანის გასაჭირი მხატვარი და გაგა გუშაძე, საპრემიერო სპექტაკლის უხერხემლო რეჟისორი. ასე რომ, როგორც დღევანდელი გადაცემის სტუმრებმა აღნიშნეს, 14, 15 იანვარი და 28-29 იანვარი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებით თეატრალური მოვლენებით იქნება დატვირთული ჩვენს ქალაქში, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს თეატრს და დატკბეს იმით, თუ რაზეც რეჟისორებმა იმუშავეს. წარმატებები კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით, 4 შაბათს 16 საათსა და 10 წუთზე ისევ თქვენთან კონტაქტზე ვიქნები. პრიორიტეტული სფეროები, რეალობა და მოლოდინები, მოსაზრებები, შეფასებები. საინტერესო სტუმრები 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემაში კონტაქტი. ინგა მებონიასთან ერთად.